აბაზანაში ცხელი წყალი ცივდება, ცხელდება. სამზარეულოში კარგად მოდის. ჩემთან საერთოდ არ აცხელებს, თბილია წყალი. გათბობა ჩვეულებრივად მუშაობს. ჩემს მეგობართან მცირე ნაკადით მოდის წყალი. რამ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი შემთხვევები? ეს ცალკეული შემთხვევები მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომასა და განხილვას. თუ აბაზანაში ცივდება, ცხელდება და სამზარეულოში ჩვეულებრივად გვიცხელებს წყალს. ესეთი შემთხვევა შესაძლებელია იყოს გათბობის ქვაბზე მითითებული არასათანადო წყლის ტემპერატურის. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ყურმილი დუშის წყლის გამტარიანობას. მაგალითად, სტანდარტული გათბობის ქვაბი აცხელებს წუთში 8 litrს, ხოლო ჩვენი ყურმილი დუშის გამტარიანობაა 6 litri. ასეთ დროს ქვაბი ირთვება, ითიშება და ვერ აცხელებს სათანადოდ წყალს. თუ თბილია წყალი სამზარეულოშიც და აბაზანაშიც და კარგად ვერ აცხელებს, ესეთ დროს შესაძლებელია წყლის ნაკადის შემცირებით მივიღოთ სასურველი ეფექტი. მაგრამ აუცილებელია გადამოწმდეს გაზის წნევა. გათბობის ქვაბი ზამთარში 100% დატვირთვით მუშაობს ცხელი წყლის მოსამზადებლად, ვიდრე ზაფხულში. 2-3 წელიწადში ერთხელ სასურველია გათბობის ქვაბს ჩაუტარდეს სერვისი. მადლობა ყურადღებისთვის, მოგწერეთ კომენტარებში თქვენთვის საინტერესო თემებზე.